რა ვიცი, ეს არის ჩემი ბოლო წუთები ობიექტივში, ჩემი გადაცემა სრულდება. ესე გადავწყვეტეთ, იმიტომ დავიწყე თავიდან ეს არის ხოლმე, ჩვენ დიდი ბრძოლები გამოვიარეთ ერთად და ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარეთ ერთად, გციო და გშიო და ვიყინებოდით, რა ვიცი, გვესროდნენ, გვებრძოდნენ, სტუდიების არ ქონდა, ხშირად არ ქონდა, ხშირად. სხვა შორის ისე მაპატიეთ, მაგრამ ობიექტივს რო ხურავდნენ და არ მას არხს ართმევდნენ ხოლმე, დიდად არ მახსენდება ბევრი ადამიანი ჩვენ გვერდზე დამდგარი. ეს ისე მაინც უნდა ვთქვა, რადგან ამ თემაზე ვლაპარაკობ. დანარჩენმა უწყებლობას ხარც დაუბრუნეს არხი. და საბოლოოდ, რა ვიცი, ნელ-ნელა დამშვიდდა სიტუაცია, უკვე მოძლიერდა ობიექტივიც, ახალგაზრდა თაობა წამოვიდა, რაც თავარია, ძალიან კარგი ბავშვები, არაჩვეულებრივი ადამიანები და რა ვიცი, მე უკვე მივეცი ჩემ თავს იმის უფლება, რომ წავიდე, ეს იყოს ჩემი ბოლო გადაცემა, ეს იყოს ჩემი ბოლო ეთერი, როგორც წამყვანის ამ ტელევიზიაში, რა ვიცი, ისეთ სტუმრად მომიწვევენ, სიამოვნებით მოვალ ხოლმე. და რა ვიცი, დაუთმო დრო, ჩემი ადგილი სხვა ადამიანებს. და მე ვიპოვე გზას, ან უკვე ვიპოვე. ამაზე შემდეგში დღეს უკვე გითხარი, რომ რა თქმა უნდა გული ძალიან წყდება, ამას შეიტყობს ჩვენი კოლექტივი, მათაც ბეჭვი არ არის, რომ დაწყება და დიდი ხანი გაყვებათ ეს გულის დაწყვეტა და დარწმუნება შენც ესე იქნები, მაგრამ კიდე დავატანე, რომ კარგი ადამიანის გარშემო რაც მოხდება, იმედი მაქვს და მინდა რომ კარგი იყოს ის ყველა ცვლილება და აი მართლა მინდა გისურვო, რომ აი ამას ხო ჩვენ ვერ ვეგუებით და კაი ხანი ვერ შევეგუებით. ხვალე და ზეგ უფრო ვიგრძნობთ, რაც კარგავთ ჩვენი წასulis სახით, ჩვენს და ჩვენი მსმენელსაც გულისხმობ, ჩვენ აუდიტორიას. რა ვიცი, არ ამგონია ვინ არ წასულა, შეუცვლელობი არ არსებობს. არა, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაფერს მოვინელებთ სამწუხაროდ, მაგრამ რომ არ კონდეს ეს მოსანელებელი და გადასატანი, საჯობებდა რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შენი გზა იქნება ყოველთვის იათი და ვარდით მოფენილი. არ იქნება იული, მაგრამ საბოლოოდ ყვავილებში იული, ხალიჩაზე იული, შენ იქნება. ძალიან დიდი მადლობა გია. იმ სიტყვოთი. და მე მინდა დავემშვიდო. გარემოცული რაც აქ იყავი, როგორც აუდიტორის, ისე კოლეგების. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა დავემშვიდობო ჩემს ტელევიზიას, ჩემს მსმენელს, მაყურებელს და რასაკვირველია, ჩემ ბოლო ეთერში არაფრით არ შემიძლია ძალიან დიდი სიყვარული არ გამოვხატო მედია კავშირი ობიექტივის მიმართ. მე ძალიან მიყვარს ეს ტელევიზია, ეს ტელევიზია ამომიდგა მხარში მაშინ, როდესაც მე ძალიან მიჭირდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანს ამოსდგომია მხარში და რა ვიცი, მისი დამფუძნებლები არიან ჩემი მეგობრები და იქნებიან ყოველთვის დათო თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი, ბონდო მძინარეშვილი. ესენი არიან ადამიანები და კიდევ ბევრია დამფუძნებელი, უბრალოდ აღარ ჩამოთვა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მე სადაც არ უნდა ვიყო, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემ გულში იქნებიან და ჩემი მეგობრები იქნებიან. ჩემი თანაწამყვანები, ყოფილი თანაწამყვანები, ბესო ზანგური, ზაზა კოლელიშვილი, გია არეშიძე, რომელიც ახლა აი გზის და მიყურებს გაფართოებული თვალებით და სხვა ადამიანები, ნუ ესენი ძირითადი თანაწამყვანები იყვნენ, სხვა ბევრი ადამიანი, ნინუკა ბორჩხაძეც იყო ჩემი თანაწამყვანი, მასაც მოვიხსენიებ, რასაკვირველია. ჩემი ბავშვები, არაჩვეულებრივი ულამაზესი ბავშვები, ახალგაზრდები ჩვენი, ანი კიკნაძე, ილია ჩაჩიბაია, რა ვიცი, თამთა ღლონტი, თამთა როგავა, ჩვენი გოგოები, მაცაცო გახოკიძე, არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს, ჩვენი ტექნიკური პერსონალი, რომელიც ახლა აი ისეთი შეშინებულია, იმიტომ რომ უკვე 0 წერია დამთავრდა ჩემი საეთერო დრო და იციან რომ უნდა გამომრთონ, მაგრამ არ გამომრთავენ. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ბოლო ეთერი და აი არაუშავსო დამიწერეს ახლა ჩვენი ტექნიკოსები, ჩვენი ტექნიკური მეგობრები, როგორც მათ მე შევარქვი და რა ვიცი, ესე მიმართავ ხოლმე ლევანი, ირაკლი, ბატონი ზურა გოგიშვილი, რომელიც ასე დაგვტრიალებს ხოლმე და ყოველთვის უყურებს, აბა მონიტორზე რამე ზედმეტი არ გაიპაროს, იქ ხმა რამე ცუდი არ იყოს. ჩვენი დარაჯები, ბოდიში რა ქვია, თანდაშემწეები, მორიგეები, გივი, ანზორი. მოკლედ ყველანი ძალიან მიყვარხართ. და მე ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები თქვენთან ერთად. თქვენ ხართ ჩემს გულში, ჩემი რესპონდენტები ძალიან მიყვარს, ნებისმიერი ადამიანი, ისინი ძალიან ბევრნი არიან. ზოგი პირველად იყო ჩემთან ეთერში, ზოგისთვის რა ვიცი, მე მილიონე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ისინი ყოველთვის მოდიოდნენ
და პატიოსნად ბოლომდე იხარჯებოდნენ ხოლმე და არასდროს ვთქვამთ, რომ ეს პატარა სტუდიაა და მე მოდი აქ რაღაცას მოვიპარავ და სხვაგან უფრო კომპეტენტურად ვიტყვი. არა, ძალიან დიდი მადლობა მათაც ამისთვის. და რა ვიცი, დიდი მადლობა ჩემს პატარა მედია კავშირ ობიექტივს, რომელიც იმედი მაქვს, რომ დიდი, ლამაზი და ძალიან ძლიერი ტელევიზია გახდება აუცილებლად. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, აუცილებლად ვითანამშრომლებთ. მე გახლავარ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ობიექტივის ეთერიდან, რა ვიცი, ალბათ ძალიან დიდი ხნით გემშვიდობებით.